შიდა ქართლში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი განახლდა და სრულად აღიჭურვა ბენეფიციერთა საცხოვრებელი ოთახები. ადგილზე იმყოფებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროდან. მინისტრის მოადგილის ირინე წაქაძის განცხადებით, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი ძალადობის მსხვერპლთა დაცვა და მხარდაჭერაა. არსებობს 7 კრიზისული ცენტრი და ფუნქციონირებს თავშესაფარი. დამატებით იგეგმება კიდევ ერთი თავშესაფარის მოწყობა. თავშესაფარი არის დაწესებულება, რომელიც სთავაზობს ტრაფიკინგის და ძალადობის მსხვერპლს 24 საათიან მომსახურებას. ამაში იგულისხმება საცხოვრებელი, ფსიქოლოგიური დახმარება, საჭიროების შემთხვევაში იურიდიული დახმარება, სამედიცინო დახმარებაში ხელშეწყობა და ასევე ზრუნვა ადამიანის პირადი უნარების განვითარებასა და მის შემდგომ დასაქმებაზე. უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ იმისთვის, რომ მსხვერპლმა ისარგებლოს ჩვენი მხარდამჭერი მომსახურებებით, აღარ არის აუცილებელი მსხვერპლის სტატუსის არსებობა. გორში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში, სადაც განახლდა ინფრასტრუქტურა, გარემონტა, საცხოვრებელი გარემო პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერით, ეს განახლებული ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო კომფორტულ გარემოს შეუქმნის ძალადობა გამურვილ ადამიანებს, რათა მათ სახლთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში მიიღონ ყველა შესაბამისი მხარდაჭერა სახელმწიფოსგან.